ქართული ოცნების 2 წლის მუშაობის შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაციას დღეს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია გამართავს. კვლევა შეეხება როგორც ხელისუფლების ხარვეზებს, ისე მიღწევებს და გამოწვევებს. ორგანიზაციები ქართულ ოცნებას კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავენ. განსაკუთრებით არაეფექტური გამოძიებების, ინსტიტუციური ცვლილებების და მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით. რეკომენდაციები გავრცელდება საარჩევნო რეფორმასა და სასამართლო ხარვეზებზეც. კვლევის პრეზენტაცია დღეს 11 საათზე თბილისი მერიოში გაიმართება. განსაკუთრებით მწვავედ არის დასმული არაეფექტური გამოძიებების საკითხი, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, ასევე საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევის საკითხები, როდესაც სინამდვილეში ერთი უწყება უნდა იძიებდეს დადგენილი წესის მიხედვით, მაგრამ სხვა უწყება იძიებს და პირდაპირ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. ანგარიში გამოკვეთილია ერთი მხრივის მიღწევები, რომელიც არის თითოეულ სფეროში, მეორე მხრივ გამოწვევები, რომელიც თითოეულ სფეროში რჩება ან ახლად არის წარმოშობილი და ამავე დროს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს და დაახლოებით დროის მითითებით თუ რაოდენ მალე უნდა მოხდეს ამა თუ იმ თემის გაუმჯობესება.